აქ მსოფლიოში ყველაზე გრძელი სარკინიგზო გვირაბი შენდება. ალპების ძირში გვირაბის სათხრელი უზარმაზარი მანქანადანადგარებით თანდათან წინ მიიწევენ მთაგრეხილის მასივის სიღრმეში. ევროპაში ინჟინერული შედევრი იქმნება. ახლა ტიროლის მთებისკენ მივდივარ. ბრენერის შტაინახი პატარა ავსტრიული სოფელია ალპებში და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტის ბრენერის გვირაბის მშენებლობის ადგილიც. დამცავი აღჭურვილობის მორგება აუცილებელია, როდესაც მთის სიღრმეში აპირებს შესვლას. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. დილამშვიდობისა. აღფრთოვანებული ვარ. სარკინიგზო გვირაბის თავგადასავალი მელოდება წინ. მოდი წავიდეთ. ბრენერის გვირაბი, რომელიც ავსტრიას იტალიასთან აკავშირებს, ამავდროულად სამხრეთ და ჩრდილოეთ ევროპის მაკავშირებელი ტრანსევროპული სარკინიგზო დერეფნის მთავარი ხაზია. ეს გვირაბი თითქმის 11 მილიარდი ევრო ჯდება. ევროკავშირმა ჯერჯერობით ამ თანხიდან მხოლოდ 2 მილიარდ 300 მილიონი გაიღო. პროექტის მთლიანი ღირებულება თავდაპირველ გათვლასთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ევროპის აუდიტორთა სასამართლომ გააკრიტიკა მეტისმეტად გაზრდილი ხარჯი. პროექტის მენეჯერი სებასტიან რაიმანი და მისი კოლეგა ანდრეას ამბროსი მშენებლობას მათვალიერებინებენ. ეს ცენტრალური გვირაბი მართლაც შთამბეჭდავია. დიახ, იმის მიხედვით რომ მისჯელებთ როგორ მიდის საქმე, უნდა ვაღიაროთ, რომ მართლაც წინ ვართ წასული. თუნდაც აქ თუ ზევით აიხედავ, ნახავ, რომ გვირაბების კომპლექსი გვაქვს, რომელიც 4 გვირაბისგან შედგება და ძალიან მცირე ადგილი უკავია. მშენებლობაზე 1300 ადამიანია დასაქმებული. ეს უზარმაზარი ნაგებობა, რომლის მთლიანი სიგრძეც 64 კილომეტრია, ყველაზე გრძელი მიწისქვეშა სარკინიგზო გვირაბი იქნება მსოფლიოში. ევროპელებს შეუძლიათ იამაყონ იმ შედეგით, რომელიც აქ დაიდო. მნიშვნელობა აქვს სადაური იქნება ადამიანი, გერმანელი, ავსტრიელი თუ შვეიცარიელი. ან აქ დასაქმებული გუნდის წევრები სადაურები იქნებიან, ხორვატები, სლოვაკები თუ პოლონელები. ჩვენს პროექტში მონაწილეობას წამყვანი ევროპული კომპანიები იღებენ. მათ შორის არის ჰერენკნეხტიც. ამ კომპანიის გვირაბის საბურღი 8 მანქანა მუშაობს. ყველაფერთან ერთად იმითაც შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ აქ 10 თუ 11 ევროპული ეროვნების წარმომადგენელი მუშაობს. გერმანიის ქალაქ შვანაუსკენ მივდივარ. სწორედ აქ არის დაფუძნებული კომპანია ჰერენკნეხტი, გვირაბის სათხრელი მანქანადანადგარების ერთ-ერთი წამყვანი ევროპული მწარმოებელი მსოფლიოში. აი აქ აწარმოებენ მსოფლიოში გვირაბის სათხრელ ყველაზე დიდ დანადგარებს, რომელთა შორისაც არის უზარმაზარი ფოლადის კლდის მკვნეტავები, რომელთა სიმაღლეც 20 მეტრია, სიგრძე კი რამდენიმე ასეული მეტრი. მაინც როგორ მოახერხა ერთმა პატარა საოჯახო ბიზნესმა მსოფლიო ბაზრის დაპყრობა ამ მანქანადანადგარებით. 6000 ცხენის ძალის მქონე მონსტრებია. კარგად უნდა დავათვალიერო ეს ყველაფერი. მხოლოდ შვანაუში 2500 ადამიანი მუშაობს ჰერენკნეხტში. მსოფლიო მასშტაბით კი კომპანია 5000 ასაქმებს. ამ კომპანიის ბრუნვა წელიწადში მილიარდ ევროს ბევრად აღემატება. ჰერენკნეხტის ბურღებს გვირაბები გახავთ ჩინეთის ყვითელი მდინარისა და პანამის არხის ქვეშ, ასევე ალპებსა და ჰიმალაიში, პარიზსა და ნიუ-იორკში, მუმბაიში, სინგაპურსა და ჰონგ-კონგში. ეს კომპანია ნახევარი საუკუნის წინ დააარსა მარტინ ჰერენკნეხტმა, გამომგონებელმა ინჟინერმა, რომელიც გერმანიის ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა. ბატონო მარტინ, ძალიან მიხარია თქვენი გაცნობა. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. ინტერვიუს ველოდები. აქეთ წამოგზანდით. დიდი სიამოვნებით, ძალიან მაინტერესებს თქვენი გამოცდილების მოსმენა. ამჟამად ბრიუსელში მიმდინარეობს მსჯელობა, მეანიჭონ თუ არა უპირატესობა ევროპაში დამზადებულ პროდუქტს, მაგალითად საჯარო შესყიდვების დროს. რამდენად გონივრულია ეს აზრი? ეს ერთადერთი გამოსავალია. უბრალოდ დააკვირდით, როგორ წუგავს ჩინეთი თავისი დემპინგური ფასებით. ამას უკვე 10 წელია ვეუბნები ბრიუსელს. შემდუღებლის ხელფასები რომ შევადაგოთ, აქ საათში 50 ევროს ვუხდით, ჩინეთში კი 15 евро. ჩინური ფოლადის ფასი ჩვენის ნახევარია. ეს თუ არ შევცვალეთ, ეკონომიკას ვერ გამოვაცოცხლებთ. ევროპამ პროტექციული ტარიფებით უნდა უპასუხოს. ტარიფების გარეშე ევროპა ვერ გადარჩება, დაიშლება. ბრიუსელში იმაზე მიდის მსჯელობა, ხომ აქ შექმნათ ახალი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ჩინეთისა და რუსეთის გარეშე. მაგრამ ბრიუსელში ძალიან ბევრს საუბრობენ და არაფერს აკეთებენ. ჰერენკნეხტის მენეჯერი ფლორიან კულკე მაჩვენებს გრანდიოზული ზომის მანქანადანადგარებს, რომლებიც საფრანგეთსა და იტალიას შორის ლიონ-ტურინის გვირაბზე მშენებლობისთვის არის განკუთვნილი. მაგრამ ჩვენ ისევ ავსტრიაში უნდა დავბრუნდეთ. ბრენერის მშენებლობაზე გიგანტური ბურღი მიიტანეს. ახლა დაბლა ჩავდივართ, სებასტიან. თავზე დაახლოებით 1000 მეტრის სიმაღლის მთა გვადგას. ეს საოცარი მასაა. მართლაც ძალიან დიდია. და აი ჭიშკარიც, რომელიც უფსკრულზე გადის.
მთის სიღრმეში გვირაბის სათხრელ ბურღს აწყობენ. პროექტის მენეჯერი რაიმონი ამოყობს თავისი გუნდითა და დანადგარებით, რადგან უკვე მსოფლიო რეკორდი დავაპყრით აქ ბრენერის გვირაბში, სადაც გვირაბის სათხრელი მანქანა 24 საათში 60 მეტრით მიიწევს წინ. ეს პერიოდი აუცილებლად შევა ინჟინერიის ისტორიაში. თავარი სირთულე უკვე გადალახულია. პირველადი გვირაბი უკვე აკავშირებს იტალიასა და ავსტრიას. საბურღი სამუშაოები მთავარ გვირაბებზეც დასასრულს უახლოვდება. ახლა მოპირკეთება დარჩა და მერე ზედაპირი უკვე გასწორდება და შეგიძლია იაროს სამხრეთით და ჩრდილოეთით. კარგი ნამუშევარია. ეს მართლაც დიდი მიღწევა გულს გათხრის, ისე გეოლოგიური კვლევის კუთხით, მაღალი დონის ნამუშევარია. ახლა კი ისევ მიწისქვეშეთში უნდა დავბრუნდეთ. ეს გვირაბი 2019 წელს უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ პრობლემები შეიქმნა კონტრაქტებისა და რთული ქანების თვალსაზრისით. ახლა მისი გახსნა 2032 წელს იგეგმება. აქ მატარებლით წელიწადში დაახლოებით მილიონამდე სატვირთო მანქანის გადატანა იქნება შესაძლებელი. მერე დღეში 400 მატარებელი შეძლებს გავლას, როგორც უკვე არსებული ხაზით, ისე ახალი რკინიგზით. მასალების საწყობში უკვე ნათლად მიხვდები თუ რა სერიოზული ლოგისტიკური პრობლემის წინაშე დგას ბრენერის მშენებლობა. ევროპის სუპერგვირაბში 322,000 ბეტონის ფილა უნდა დამონტაჟდეს. ამ ბეტონის ბლოკებით გვირაბის კედელი უნდა აეწყოს. თითოეული ბეტონის ფილა 10 ტონას იწონის. მე ნათხარი მიწის გორაზე ავდივარ ამბროსისთან და რაიმანთან ერთად. 30 კილომეტრიან კონვერის თითქმის 10 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის ქვაღორღი გადააქვს ადასტერის ველზე, რაც სამჯერ აღემატება ხეოფსის პირამიდის წონას. როცა სამუშაოები დასრულდება, აქაურობა ისევ პირვანდელ ბუნებრივ სახეს მიიღებს. სებასტიან ამ წუთას აქაურობა მართლა უსახურ ნაგავს აყრელს ქავს, მაგრამ 10 წელიწადში სულ სხვანაირი იქნება. აქაურობა სრულიად ავთენტური ბიოტიპი იქნება, რადგან ჩვენ მხოლოდ გვირაბების გეგმას კი არ გვადგენთ, არამედ იმასაც ვითვალისწინებთ, რა უნდა გაიზარდოს მათ თავზე. მარტო გვირაბი კი არ გავთხარეთ, ახალი მინდორით შევქმენით. აქ მინდორი იყო და ჩვენ 70-80 მეტრის სიმაღლეზე ამოვავსით. 10 წელიწადში აქ რომ მოვალთ, ზუსტად ამ ადგილზე სალაშქრო ბილიკებით გავისეირნებთ და პიკნიკს მოვაწყობთ. აუცილებლად ასე მოვიქცევით.